ეს არის, როდესაც დასახული მიზნის მიღწევა შეგვიძლია გარკვეული ძალისხმევით, ნაკლები სტრესის ფონზე. ჩვენ თუ ძალიან დიდი ენერგია ჩავდეთ რაღაც მისაღწევად, ეს თვითორგანიზებასთან ახლოს აღარ არის. ანუ მართოთ ჩვენი ემოციები, მართოთ ჩვენი გრაფიკი, დროის განაწილება, მართოთ ჩვენი შესაძლებლობები, დასვენება შედის აქ კიდე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ხშირად ამას ყურადღებას არ აქცევენ ხოლმე. ადამიანები ხშირად ფიქრობენ, ეხლა მეც ყოლი ასთები ირგვლივ, რომლებიც თვლიან, რომ აი დილით 5-ზე რო ადგება, ხამე გვიან დაიძინებს, უსაქმეშია, უჩართულია, რომ ეს არის ნამდვილი ცხოვრება, ეს არის საქმის კეთება. რეალურად აი ეს მოდუნება, ის დასვენება შენ თავთან დარჩენაც ამისი ნაწილია. რამდენად შესაძლებელი არის, რომ შევუწყოთ ხელი საკუთარ თავს ამის გამომუშავებაში? ვიღაცას აქვს ბუნებრივად და ვიღაცას არა, ბუნებრივად არ მოდი ასე დავარქვათ, აღზრდა გვაძლევს ამას ძალიან პატარა ასაკიდან. ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბება ალბათ თავდება სადღაც 7 წლის ასაკისთვის მოგეხსენებათ, ხო? მაგრამ აი ეს ემოციური სტაბილურობა ცოტა გვიან ყალიბდება. აი სადღაც 30 წლამდე მაინც ჩვენი ემოციები ამ რყევებს განიცდის და ნელ-ნელა ჩვენ თავს როგორ გითხრათ, აი ვაორგანიზებთ მართლა, რომ უფრო ეფექტურად ვიცხოვროთ, ვიშრომოთ და მეტი სარგებელი გქონდეს ამ ცხოვრებისგან, ხო? ჩვენი ცხოვრების ხარისხი იყოს ბევრად მაღალი. პატარა ასაკში, რა თქმა უნდა, ამას მშობლები აკეთებენ, თქვათ, დასვენების დროს, იგივე მეცადინეობის დროს, სკოლისთვის დროს, იქ რაღაც დამატებითი აქტივობების დროს, თუ ეს კარგად არის ორგანიზებული და როგორც წესი, აი განმეორებითი და სტაბილური ხასიათი აქვს, ბავშვი ეჩვევა ამ რეჟიმს და იწყებს ამ რეჟიმით ცხოვრებას და დიდ ასაკში ეს რთული აღარ არის, რა თქმა უნდა. მაგრამ თუ ეს არ იქნა ბავშვობაში, ამის გამომუშავება, რა თქმა უნდა, დასრულ ასაკში ხდება. მან ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რა მიზანი მაქვს, რისკენაც მივდივარ და რამდენად მნიშვნელოვანია ეს მიზანი ჩემთვის. თავსმოხვეულია და გარედან შემოდანილი და ვიღაცის მიზანია თუ ჩემი პირადი მიზანია. ეს ერთი ნაწილი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აი ნაბიჯების განსაზღვრა, როგორ მივიდე იმ მიზნამდე. მოდი აქვე ვთქვათ, რომ აუცილებელი არ არის ადამიანმა თვითონ გამოიგონოს ველოსიპედი, ამისი ტექნიკები არსებობს, გამზადებული ფორმები არსებობს, ფორმულები არსებობს და სპეციალისტები ამაში ვეხმარებით ხოლმე და შეგვიძლია ვთქვათ რაღაცნაირად ეს ორგანიზებაში დაგეხმაროთ. მოდი ასე დავარქვათ მაგ თემას და ამის გაკეთება შეიძლება, მოკლედ არ არის ამაში დიდი სირთულე. სიზარმაცის თემა კიდე ძალიან საინტერესო, რომელიც ჯანსაღ სიტუაციაში ალბათ ყველას გვაქვს ერთხელ მაინც ესეთი გამოცდილება, რაც არ უნდა საყვარელ საქმეს აკეთებ და ყველას გვაქვს ერთხელ მაინც რომ გეზარება, რაღაც ისე არ არის როგორც შენ გინდა, გირჩევნია თქვა წამოწვე, ან რაღაცა სხვა საქმე გააკეთო, მაგრამ აი ეს რეჟიმს მიჩვეული ადამიანი კარგად ხვდება, რომ შორს მიმავალი გეგმები ბევრად უფრო მკაფიოა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია დღევანდელ სიზარმაცესთან შედარებით. და აი, როდესაც ესეთი კარგად ხდება გამოკვეთა მიზნის, უფრო ცოტა ადვილი ხდება დაგეგმებიც და ცოტა შორს მიმავალი გეგმების დასახვაც. აი თქვენ ახსენეთ, რომ ემოციების მართვა არის აი ამ თვითორგანიზების მნიშვნელოვანი კომპონენტი. ესეც სპეციალისტის დახმარებით მიიღწევა თუ შესაძლებელია არ არის მარტო სპეციალისტი, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩვენ თვითონაც მივხედოთ ამას. ემოციების მართვას მე რას ვეძახი, იცით? აი, როდესაც თუნდაც იგივე სიზარმაცე მოგეძალება, იგივე გართობის სურვილი, იგივე სულ ერთი არას ვაკეთებ, ხანდახან არის ხოლმე ნიჰილიზმით შემოგიტევს, რომ აზრი აქვს იმას, რასაც ვაკეთებ, ესეც ემოციების ნაწილია. ემოციების მართვა შეიძლება, როგორ უყურეთ, სად მიდის, თქვათ, აი როგორ დავარქვათ, ჩემი დუღილის ტემპერატურა სად არის? ძალიან ხშირად ვთხოვ ხოლმე კლიენტებს, რომ თქვათ, ამაზე ყურადღება გავამახვილოთ. რა დროს ბრაზდები, რა ტრიგერი ირთვება, რაც ჩემს გაღიზიანებას იწვევს, გაბრაზებას იწვევს, აი ამ ნიჰილიზმს იწვევს. ამის დაჭერა თუ მოვახერხე, რა მიშლის ხელს და რა მეხმარება, ანუ რესურსები დამატებითი თუ მოვნახეთ ჩემ თავში, ბევრად ადვილი სამართავია ჩვენი ემოციები დამიჯერეთ. ამ რესურსების პოვნაც, რა თქმა უნდა, ჩვენ თვითონაც შეგვიძლია და შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგების დავეხმაროთ და სხვა სპეციალობის ადამიანებიც. რა არის რესურსი, ხა ბუნებრივად გიჩნდება. ზუსტად. რესურსი არა მარტო ჩვენშია, შეიძლება იყოს სხვა ადამიანებშიც. მაგალითად, შეიძლება რაღაცა კონკრეტული საქმის კეთებისთვის მჭირდებოდეს ვიღაცის დახმარება. კოლეგის, მეგობრის, ოჯახის წევრის არ აქვს მნიშვნელობა და უნდა შემეძლოს თხოვნით მიმართვა. მაგალითად, რესურსი შეიძლება იყოს ელემენტარულად ფული. და მაგალითად აი ხშირად არის ხოლმე, როდესაც კლიენტთან ვესაუბრები, აქვს თქვათ სამსახური, დროებითი სამსახური, რომელსაც აქვს კარგი შემოსავალი, მაგრამ არანაირად თქვათ ემოციურ კმაყოფილებას არ იწვევს ეს სამსახური, მაგრამ მოდი თუ შევხედავთ ამას, რომ ეს არის დროებითი, ეს არის იმისაც, რომ მე თანხა დავაგროვო, რომ ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო, მაშინ ესეც რესურსია.
რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრება არ უნდა მიუძღვნა ასეთ სამსახურს, თუ რაღაცა გარკვეული პერიოდი თუ ამას ასე შევხედავთ, ცოტა უფრო მარტივდება. ძალიან მნიშვნელოვანია მანდ კიდე ემოციური გადაწვის ფენომენი, რომელსაც მაშინ აღმოვაჩენთ ხოლმე, როცა უკვე იწყება. იმიტომ რომ როგორც წესი ემოციურმა გადაწვამ და პროფესიულმა გადაწვამ კიდე ხა ჟურნალისტებისთვის ძალიან აცნობი თემაა, ხო? როდესაც ძალიან დატვირთული ხარ, მუდმივ გრაფიკში ხარ ჩასმული, ვთქვათ, ძილის პრობლემები ჩდება იქ, ძილი გაკდება და ასე შემდეგ. ხშირია ეს პროფესიული გადაწვები, ემოციური გადაწვები და ასე შემდეგ. ხა ეს როგორ იჩენს თავს? პირველი რაც იწყება, რომ აი ცოტა ესეთი აპათიური შეგრძნებები მოდის რა, რომ რისთვის, რატომ, რას ვაკეთებ, ღირებულებების დონეზე გვეშლება. მერე ჩდება კონფლიქტური სიტუაციები ადამიანებთან, ადვილად ღიზიანდები, ადვილად აწყენინებ ვიღაცას. აი ესეთი მაჩვენებლები ერთ-ერთი დამწყები პირველი ნიშნებია, ასე ვთქვათ, პროფესიული გადაწვის და თუ ყურადღება არ მიაქციე, ეს უფრო რთულდება და შეიძლება ბოლოს ვთქვათ დეპრესიაში გადავიდეს, ან ბევრად უფრო რთული გამოვლინებები ქონდეს. ბევრ ორგანიზაციას თვითონ აქვს, ვთქვათ, ყურადღებას აქცევენ, რომ მისი თანამშრომელი ასეთ გადაწვამდე არ მივიდეს, მაგრამ მაინც ორგანიზაციის იმედზე არ უნდა ვიყო და ჩვენ თავში უნდა მივხედოთ. აი ეს დასვენება, რითაც დავიწყე, მანდარი უკვე ძალიან მნიშვნელოვანი. ირინე, არსებობს თორე აი რაღაც ზოგადი რეკომენდაციები, რომელიც შეიძლება მივცეთ ადამიანებს იმისთვის, რომ მათ ეს თვითორგანიზების ჩვევები გააუმჯობესონ თავიანთ თავში. მოდით ჩამოწერო, დაინახო ეს. კი, რა თქმა უნდა. თვითორგანიზება იდეაში მაინც იზომება შედეგით, ხო? რა მივიღეთ საბოლოო ჯამში. არის ხანდახან რომ ჩვენ ფუჭ საქმეს ვაკეთებთ, ძალიან ბევრ დროს ვახარჯავთ იმას, რაც არ არის პრიორიტეტული და უზარმაზარი ენერგია და დრო გეხარჯება და რეალურად შედეგი არაფერი არ აქვს. აი ზუსტად იმის სწავლება რა არის შენთვის პრიორიტეტული და რა არის ნაკლებად რომლის გადაჩოჩებაც ასე ვთქვათ შეიძლება ალბათ ერთ-ერთი აი მართლა დასაწყისისთვის ყველაზე კარგი რეკომენდაცია იქნებოდა. და მასე აქვს მე მგონი ტრეის ნათქვამი ძალიან მომწონს ის ფრაზა რომ არაფერში ის ეფექტურად არის ხარჯება დრო როგორც კარგად გაკეთებულ ფუჭ საქმეშია და მართლა ეგრეა. და როგორ უნდა მივხვდეთ რომ ფუჭია? იგივე ტრეის აქვს სხვა შორის და აი ისე მომწონს ეს ფრაზა მთელი ცხოვრება მახსოვს რომ როდესაც რაღაცას აკეთებ და კმაყოფილი არ ახარო შენ თავს კითხეო აი ეს ყველაფერი მე რო დასაწყისში მცოდნ და როდესაც საქმის კეთება დავიწყებდი თუ არა თუ მოდის პასუხი რომ არა ეს ყველაფერი რომ მცოდნე ხელს როგორ მოვკიდებდი ეს არის საქმე რომელიც უნდა გადადო ეს შენი არ არის დამთავრებული თემა მაგრამ ნუ ამას ცოტა სხვა გმირობა ჭირდება შინაგანი გმირობა რომ ამდენი ჩადებული შრომა ჩვენი ფსიქიკასია მოწყობილი რაღაცაში შრომას და ენერგიას რო ვდებთ გვენანება მე ასე გადასაწევა და გვინდა რომ ბოლოში უნდა გავიყვანოთ და ბოლოს შეიძლება არაფერი არ იყოს